ოკუპირებულ აფხაზეთში ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ცილისწამებისთვის სასჯელის გამკაცრებაზე დე-ფაქტო პარლამენტის წევრებმა ეგრეთ წოდებული კანონპროექტის დამტკიცებას რეკომენდაცია არ მისცეს. დე-ფაქტო პარლამენტში იხილებოდა სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები, რომლებიც ცილისწამებისთვის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამკაცრებდა. კერძოდ, ეგრეთ წოდებული კანონპროექტი ითვალისწინებდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 200,000 რუსული რუბლის ოდენობით ჯარიმის დაკისრებას ცილისწამებისთვის. დე-ფაქტო პარლამენტის სახელმწიფო სამართლებრივი კომიტეტის ხდომაზე ეგრეთ წოდებული კანონპროექტი ბჟანიას წარმომადგენელმა ბატალ აიბამ წარადგინა და ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს დოკუმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ადგილობრივი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს ასევე არ დაეთანხმა ეგრეთ წოდებული ომბუდსმენი ანას ქიშმარია. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული კანონპროექტის მიღება ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მასობრივ სისხლის სამართლებრივ დევნას გამოიწვევს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკური სამსახურის უფროს ზურაბ ტატიშვილს, რომელიც დე-ფაქტო პარლამენტში ეგრეთ წოდებული კანონპროექტის ჩაგდებას რამდენიმე ვერსიით ხსნის. შეგვიძლია ორი ვერსია გამოვთქვათ. ერთი, რომ ბჟანია ბოლომდე ვერ აკონტროლებს პარლამენტს და შესაბამისად მისი ძალაუფლება დღევანდელ პარლამენტზე არ ვრცელდება, შესაბამისად ის კანონპროექტები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, მათ გატანას დიდი პერსპექტივა არ უწევია დღევანდელ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, მაგრამ მეორე ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტსა და ეგრეთ წოდებულ პარლამენტს შორის იყოს შეთანხმებული მოქმედებაც, რაც არაერთხელ უკვე აფხაზეთში მომხდარა. შეთანხმებული მოქმედების მიზანი რა არის, რომ ბჟანიამ ხელები დაიბანოს, თქვას, რომ მე ჩემი მხრიდან ყველაფერი ვცადე, მაგრამ ჩემი ძალაუფლება შეზღუდულია და ასე ვთქვათ, მე თვითონ რუსებთან რეპუტაცია და მხარდაჭერა რუსების შეეცადოსო არ დაკარგოს და ჯოხი გადატეხოს პარლამენტზე, რომელიც ამორფულია იქ პარტიებისგან არ შედგება, მაჟორიტარი დეპუტატები არიან, რომლებსაც რაღაც პარტიული კონტროლის მექანიზმით ვერ მართავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ეს მექანიზმი აფხაზეთს ადრეც ბევრჯერ გამოუყენებიათ რუსების ზეწოლის ნიველირებისთვის და არ არის გამორიცხული, რომ დღესაც ეს ასე ვთქვათ მექანიზმი ამუშავეს, თუმცა დანამდვილებით ჯერჯერობით ამ ორი ვერსიიდან რომელს უფრო მეტი არგუმენტი აქვს საუბარი ძალიან ძნელია და ახლო მომავალში წესით უკეთ დავინახავთ რომელ ვარიანტთან გვაქვს საქმე.